ვისაც გინდათ ესეთი კარამელიზირებული ბანანის პიროგი მოამზადოთ ხათოსგან, აი ეს ბანანია, შიგნით აი შოკოლადები ჩაღვენთილი, ნუ სასწაულია. მიყევით ბოლომდე ვიდეოს შემწვარი ბანანები კარამელი. სასწაული, მიყვარხართ. გესალმები, ჩემო საყვარელო გამომწერებო, ესე იგი 2 დღე რომ არ გამოვჩნდები ხოლმე, მომენატრებით ხოლმე ყველანი და დარწმუნებული ვარ თქვენს გენატრებათ ჩემი მარტივი რეცეპტები. ეხლა უნდა მოგიმზადოთ განსაკუთრებით ისეთი ამინდებია პიროგის მოყვარულ ქალბატონებს, აი ჩაი ვისაც გიყვართ, უნდა მოგიმზადოთ აი გასაოცარი ბანანის კარამელიზირებული უმარტივესი პიროგი, რომელიც აი ძალიან მარტივად მზადდება და არის შოკი და ამას მე დაგიმტკიცებთ რამოდენიმე წუთში ხა კამერას ცოტა დავწევ, აღარ დაგენახობით და კონცენტრაცია გადავიტანოთ ინგრედიენტებზე. ძალიან მიყვარხართ, აი დავწევ ხა ცოტას კამერას. ამისთვის ახლა რა დაგჭირდება? ამისთვის არაფერი 3 ცალი კვერცხი. ძალიან მარტივი მოსამზადებელია. ვანილი აუცილებლად. ეხლა წამოხტით და ყველანი ბანანი შეიძინეთ, სადაც გინდათ და მარტივად გაამზადეთ. შაქარი, რა თქმა უნდა, 200 მგ. ხედავთ რა, რაც არის და კიდე თუ გინდათ დაგიწერთ უგემრიელესი მწიკვი მარილი, გემოები რო ამოწიოს აუცილებლად. მწიკვი მარილი ესე გავუკეთოთ და ავთქვით. დიდხანს არ უნდა ხდება, უბრალოდ ინგრედიენტები რო შევაერთოთ. გათეთრებამდე. ვისაც კეფირი გაქვთ, კეფირი გაუკეთეთ, მე გავუკეთებ. მაწონი მაქვს, კარგი ძველი მაწონი მქონდა და მაწონს გავუკეთებ. ესეთი ჰაეროვანი ხუნძურა მასა გამოვიდა. ეხლა ამას მეტი არაფერი არ უნდა, ეხლა ამას გავუკეთებ გამაფხვიერებელს და 2 ჭიქა ფქვილი და გამაფხვიერებელი უნდა და მე ჩავაჭრი პიკანტურობისთვის ნიგოს და ცოტა შოკოლადს და დანარჩენს რას გავაკეთებ იმასაც გაჩვენებ. აქ მაქვს ფქვილი, სადღაც აი ჭიქა ნახევარი 2 ჭიქამდე და არ უნდა იყოს სქელი პიროგს როცა ვამზადებთ. აი ესე კაი ბლომად გავუკეთებ გამაფხვიერებელს, ესე აურევ, რა თქმა უნდა. ესე და ნელი ბრუნვით, აი ესე ნელი ბრუნვით შევიდე. ნელი ბრუნვა რაღაცა ნელი ბრუნვა არა, მაგრამ შევარდეთ და დაგიბრუნდებით. ცომი უკვე მზად მაქვს და ნახეთ როგორი ჰაეროვანია. გადავდებ ამას გვერდზე. ეხლა აქ მაქვს მე ესევე მსხვილად, არ უნდა ამას წვრილად დაჭრა. ნიგოზი, ჩემი ჯადოსნური დანით ამას უცებ დავამუშავებ. წამში გასაკეთებელი პიროგია, მაგრამ ამის გემოებს, აი ვინც ეხლა წამოხტებით და მოამზადებთ ხათოსთან ერთად. ოხოხოხო როგორი სიამოვნებთ. მე დღეს მთელი დღე ვარ წყალზე, არაფერი არ მიჭამია, ესე კვირაში 2 ჯერ განტვირთვას ვაკეთებ, მაგრამ ხვალ ხომ აგრამაჟობით ყვება და ერთ ნაჭერს გემრიელად მივირთმევ, რა თქმა უნდა. აი ესე მსხვილად წამში დავიჭრა. ეხლა ნიგოზი დავჭერით. ეხლა ასევე წვრილად უნდა დავჭრათ 1 ფილა შოკოლადი. ამასაც ესე მარტივად დავჭრი. აი ესე დავჭრი. წვრილ ნაჭრებად და უკვე ბანანის დამუშავებაზე გადავალ და დაგიბრუნდებით. აი ბოლოს უკვე ცომი უკვე გამზადებული რო, აი ცოტა 1-3-4 ყავს. ესეც ზეთს მაინც დავუმატებ. აი ესე უხდება. ცომს უხდება და
ეხლა აი ესე აი ამ სილამაზეს და აი ამ ყველაფერს ჩავყრი შოკოლადს და ნიკოს მოურევ და გაჩვენებთ რაგამ აი უკვე რო სასწაულია უკვე რო ოხრა სურნელი დგას და დედა ეს რა არის წამოხდით გოგოებო გამოაცხეთ სახლში გამომცხვარს არაფერი ჯობია გამოუცხეთ აი ესეთია უკვე სასწაულია გადავდივარ ბანანის დამუშავებაზე და დაგიბრუნდებით სამი ბანანი ახლა გავფრთხნი და დავჭრი მომცრო ნაჭრებად ან როგორც გამეხარდება ისეთ ნაჭრებად დავჭრი აქ მაგ ავიღე ესე კუკმარას ტაფა რომელსაც სახელური არა აქვს და ადვილად შებრძანდება ჩვენს გასკურაში ეხლა დავადნობ კარაქს შაქართან ერთად ფერს რო შეიცვლის ჩავაწყობ ბანანს და სადღაც 7 წუთი ვათუხთუხებ ახლა კარამელიზირებას რო გავაკეთებ კარაქის და შაქრის დაგიბრუნდებით ბანანი დავჭერი აი ესე ჯერ დავჭერი და მერე შუაში გავჭერი ასე რომ ზემოდან აი ესე მოვალაგოთ სურნელი დატრიალდა კარაქი და შაქარი კარამელიზირებული აი როგორც ხედავთ მასა უნდა გამოგივიდეთ ესეთი და მე პიკანტურობისთვის რა თქმა უნდა დარიჩინს დაუმატებ. ეს არის აი ეს უკვე არის პიკანტურობის ბუკეტი. ვისაც გინდათ რომ ეს ცოტა პროცესი მეთეთრი შაქარი მქონდა, უცეფრო მოხდეს კარამელიზირება, ყავისფერი შაქარი იყიდეთ, აი უცეფრო ვისაც გაქვთ ყავისფერი შაქრით უკეთესია. აი ესეთი მასა უნდა გამოვიდეს. ნახეთ ეს უკვე კარამელიზირებულია. ამას აღარაფერი არ უნდა. ეხლა დაუწევ ძალიან და ეხლა ჩავაწყოთ ბანანი. ბანანი მოვაწყოთ ისე რომ გადმოვატრიალებთ ამ ჩვენს ულამაზეს პეროგს. იყოს განაწილებული ზედაპირზე თანაბრად, ხო მივხვდით? ნუ ეს არის საოცრებათა საოცრება. ხა მოვაწყობ და გაჩვენებთ. უკვე ჩავაწყე და მაქსიმუმ 1 წუთი უნდა რომ ბანანი მოვიდეს თუხთუხი და უკვე გამოვთავ და დავასხავ ჩვენს არომატულ ცომს და გახურებული მაგ გასკურა 180 გრადუსზე და შევდგავ და დაგიბრუნდებით უკვე გამომცხვარი პეროგი და გავჭრი კიდევაც თქვენს წინაშე. და საბოლოო ვარიანტი გამოიყურება ეს კარამელიზირებული ბანანების შემწვარი შეხედეთ პეროგი აი ესეთი პეროგი გამოგივა და ეს არის სასწაული და ეხლა თქვენთან ერთად გავჭრი. ნახეთ და მინდა თეფშზე ეს არ გამოგივათ მაღალი პეროგი, ეს არ არის მაღალი პეროგი, მაგრამ გამოვიღებ ეხლა და გაჩვენებთ ეს არის აი რაღაც და გაჭრილი გამოიყურება ასე მოკლედ ჩემო საყვარელო მეგობრებო ვისაც გინდათ აი ესეთი ბანანით, შოკოლადით, თხილებით კარამელიზირებული პეროგი გამოაცხოთ ხათოსგან, რა თქმა უნდა რეცეპტი ბანანის პეროგის ყველგან დევს, მაგრამ აქ ეს რაც არის ინგრედიენტები ძალიან დარიჩინიდან დაწყებული ბევრი რამე მე დავუმატე და ნუ არის აი ვერ გეტყვით ამას ვინც გასინჯავს, ნუ ეს არის სასწაული, მიყვარხართ.